რეპუტაცია არის აქტივი, რომელიც კონვერტირდება სამომავლოდ, რომელიც მონეტიზაციის ერთ-ერთი მექანიზმია და ჩვენი შემოსავლის წყარო. როდესაც პერსონალურ ბრენდზე ვმუშაობ, კლიენტთან ყოველთვის ვუხსნი, რომ სიტყვა სადა საქმეს შორის უნდა არსებობდეს დიდი ტოლობის ნიშანი და რატომ? იმიტომ რომ ეს არის საშუალება, რომელიც სამომავლოდ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება სამყაროს და ზოგადად ადამიანებს ჩვენს მიმართ. ზოგჯერ კლიენტს ეშლება, რომ ეს რეპუტაცია და მაგალითად იმიჯი ერთი და იგივე ჰგონია, სინამდვილეში ასე არ არის. მოდი ვნახოთ რა არის მაგალითად იმიჯი. იმიჯი არის, როდესაც თქვენ ვინმეს ან რაიმეს უყურებთ შორიდან, უყურებთ, გექნება თქვენი მოსაზრება, წარმოდგენა, თქვენი მოლოდინები აი ამ კონკრეტული ვინმეს ან რამეს მიმართ. რამეში რა თქმა უნდა გულისხმობ ან ბრენდს, ან მომსახურებას და ვინმეში გულისხმობ პერსონალურად ადამიანს. ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ აი ამ ვინმესთან ან რამესთან გაქვთ მრავალჯერადი პირადი გამოცდილება და რა თქმა უნდა ეს გამოცდილება არის დადებითი, ესე იგი ეს ნიშნავს მყარ რეპუტაციას. ანუ ის ვინმე და რაიმე სარგებლობს მყარი რეპუტაციით და როდესაც ასეთ ადამიანს თქვენ დაჭირდებით, თქვენი პროფესიონალიზმი დაჭირდება, ან დაჭირდება ის კონკრეტული საქონელი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, რა თქმა უნდა გაახსენდებით თქვენ, ანუ ის ადამიანი, ვისთანაც მას ჰქონდა მრავალჯერადი გამოცდილება და რა თქმა უნდა ეს გამოცდილება იყო დადებითი. ამიტომ ადამიანებო, ყოველთვის იზრუნეთ, რომ შექმნათ თქვენი რეპუტაცია, მყარი რეპუტაცია და თქვენ სიტყვას და საქმეს შორის არსებობდეს დიდი ტოლობის ნიშანი, გისურვებს წარმატებას და ძლიერი პერსონალური ბრენდის შენებას, შექმნას და გააქტიურებას.